გაგებად მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული, კარგი განწყობა და სიცოცხლის დათმობა. ჩვენ კიდევ დავიწყოთ, აი გაგვითენდა ვიმყოფებით ტეხასში, კერძოდ ჩრდილოეთ ნაწილში არის ასეთი ქალაქი ამარილო. ამ ამარილოს გავწდები და დაიწყება ტამალები, ნიუ-მეხიკო და ასე შემდეგ. და ჩვენებურად ტრადიციულად ჩემი აზრების გადმოცემა მინდა და ამას გავაკეთებთ ეხლა. არაერთხელ მithქვავს, რომ ჩვენ ახს უყურებს სხვადასხვა ინტერესის ადამიანები და ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. რა ვქნათ, ზოგს უნდა რომ მაინდა-მაინც უტრაილეზე, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა მაყურებლის ინტერესებს, ყველა მაყურებლის ხედვას და შეძლებთ და გვარად ვცდილობთ, რომ გამოვსახოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის ძირითადად და ალბათ ბევრის დამეთანხმება თავარია ადამიანის პიროვნება, ადამიანის არსი ამ სამყაროში, როგორ ანაირად და ხშირად გვიტყვავს, რომ ჩვენ ეს არხი იმიტომ არის, რომ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდზე, გაუზიაროთ სხვადასხვა აზრები და ჩვენი დევიზი როგორ არის, ერთმა შექმნა ადამიანი ბედნიერებისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ და რომ გაუფრთხილდეთ, არ დავიზაროთ და ვიმოქმედოთ. და აქედან გამომდინარე, ეს მრავალფეროვანი სამყარო მრავალფეროვანია და მრავალი კუთხით ყველა საკითხებს ვუდგებით სხვადასხვა კუთხით და ბოლოს ყოველთვის ვამბობ, მოგწონს, არ მოგწონს, თავარი არსი არის თავისუფალინება, ქვეყნის შემქმნელის და აქედან გამომდინარე გინდა უყურეთ, გინდა არ უყურეთ და გონი მოგაბეზრეთ ამაზე, მაგრამ რა არის იმდენად ეთყობა კი არ მოგაბეზრეთ, რეალობა, ფაქტი და რატო დავიწყე ახლა ლაპარაკი, ეხლა ისეთ თემაზე უნდა დავილაპარაკო, აი ნამდვილად ამ სიამოვნებს ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ, იმიტომ რომ რეალობაა და რეალობას უნდა გავცეთ პასუხი, რა თქმა უნდა, ჩვენ სტილში, წყნარად, ჩვიდად და ცივილიზებურად, ლამაზად და ღირსეულად. და არაერთხელ გვითქვავს, რომ ჩვენ რეალურ სამყაროში ცხოვრობთ და უნდა გავლოთ ეს ტირე და რატო უნდა დავზარადეთ, როდესაც გაგონება, შეგვიძლია ფიქრი გავანალიზოთ და ელემენტარულად არ უნდა დავიზაროთ და განვახორციელოთ ცხოვრებაში ის, რასაც ჭკვიანურად და ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მოყვება. დღეს მინდა ვილაპარაკო ძალიან გახმაურებულ თემაზე ამ დღეებში გია ბარამიძის გამოსვლის შესახებ. ისეთ რაღაცას შეეხო ეს ადამიანი, მე თავისთავად ვიტყვი, მე მაგის უფლება ვთქვა, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებიდან თქვენ ალბათ გახსოვთ, მე ნაუმარი ვარ აფხაზეთის იმაში და ჩემი ვიდეოში ბევრი სისხლიანი სიტუაციები მაქვს დანახი და გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ძალიან შემეხო და მინდა ჩემებურად პასუხი გავცე ამ მოვლენას, მაგრამ სანამ ამ მოვლენას გავცე, მე მინდა კიდევ ერთი პატარა წინასწარ ვთქვა, ერთი რაღაცას ხაზი გაუსვა, რომელიც აი არ ვიცი რო არ გავცე, არ გამოვა რა. ერთი ორი დღის წინ დავდე ბაიკერების შესახებ ფესტივალი გახსოვთ ხო? და იქ სიტყვას ვამბობ მოტოციკეტლი. ეხლა ზოგმა ეს დამცინავად მიიღო, არ გულახდილად არც ვიცი სწორად როგორ არის, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უცბად გამოხტებიან ხოლმე აი ესეთ უწყინა რაღაცა სიტყვა თემაზე და გამოხდა ერთი კომენტატორი და გვარი და სახე, აი შენ ესო აკაკიო ისე ლაპარაკოსო, შენ ჩაგიხუჭესო, ესო ჯილა ხოციაო და რუსიაო და ნუ აი მე რუსისტი ვარ, პუტინისტი ვარ და მე ვლანძღავ ახალგაზრდობას და ვეძახი ჩამორჩენილებს და ნუ ამ სტილის იმაში რა გაუშვა და მე ბოლოს იძახის რომ თუ კი არა, ნუ ჩვენ ახლა თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო ეს ვაჟმა ეს აკაკიო დამბლოკავსო და თუ თავი აქვს და თუ ამის არგუმენტები და ფაქტები აქვს, მიდი და დამისაბუთოსო, დამიტკიცოსო, რომ ნუ ჩემზე იძახის, რომ მე რუსი არა ვარ და რუსოფილი არა ვარ. მეგობრებო, მე არაერთხელ მithქვავს რა, მე
ჩვენ არხზე ნებისმიერ დროს არ მაინტერესებს როგორც იქნება ბილ სიტყვაობა, იქნება არა კორექტური დინებები, მე ბლოკავ, ეს არაერთხელ მithქვავს, მაგრამ ეხლა უკვე როგორი იმით მოდიან, შენ რუსოფილო, დამიმტკიცე რაღაც, აი ესეთი ფორმით მოდის და თვითონ მიწევს, რომ აბა დამიმტკიცე, ესე იგი ერიდება ამ ბილ სიტყვაობას, მაგრამ მეუნება რუსო, ისა და ეხლა დღეს რუსოს ძახილი დედის გინებას ნიშნავს, ხო და მე უპასუხე ამ ადამიანს და ეხლა ზოგადად მინდა ამ სახალხო თქვა, რომ ამ ავიცარი ვარი აღარ ვახსენებ, მაინც შეიძლება გამოსწორდეს და ნებისმიერ ასეთი რაღაცა უთხარი, არ არის პრობლემა. თუ გინდა ამერიკაში, თუ გინდა თბილისში მოდით, ვინც ჩემთან უნდათ ხო დაუმტკიცო რომ მე რუსი არა ვარ, მე ვიქნები მარტო, ასე უთხარი იმ ახალგაზრდას. შენ მოიყვანე რამდენი კაციც გინდა და დავждეთ მაგიდაზე და ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ მე არაერთხელ მithქვას, ყოველი ჩემი სიტყვის პასუხისგებელი ვარ. ყოველი ჩემი ნამოქმედარის პასუხისგებელი ვარ. ეხლა ბარამიძეზე დავიწყებ ლაპარაკს და არა მაქვს პრობლემა. აი ხა მე რასაც ვიტყვი, ყველა სიტყვის პასუხისგებელი ვარ და ამასაც უთხარი, შევხვდი და დავილაპარაკო და ხო მე უთხარი, მეთქი უძდელი ხარ, გოღმიანი ხარ და ისახარ, ნუ რასაც ვიმზადებ, ამ ჩემი სიტყვა აი ძალიან მერიდება, მაგრამ მეურდები რა. ჩემი ყოველი სიტყვის პასუხისგებელი ვარ. ნებისმიერ შევხვდები, ნუ თბილისში ხარ, თუ ამერიკაში შევხვდა, კი და დავждეთ მაგიდასთან და ვილაპარაკოთ და რა თქმა უნდა, მეც თავისთავად იმ სიტყვებს რაც ჩემს მიმართ იყო ნათქვამი, მაგაზე პასუხს მოვთხოვ ფაქტებით, არგუმენტებით და როგორც ხდება რა. მაგრამ ამას მე თარწმუნებ რომ შეიძლება მუხარად ჩათვალოს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე ღიად ვამბობ და ისე ვიმეორებ რომ ნებისმიერ დროს როგორც იქნება ბილ სიტყვაობა ან არაკორექტული სიტყვები, ეს და ხაეში ნათქვამი უხარები ხელის ქნება, ნუ აი ეს უაზრობაა და ნამდვილად არ ვაპირებ თულა უბრალოდ დროს დაკარგვას რა, თუ რა. დარჩენ შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგვიძლია შეგხვდეთ ნებისმიერ ვარიანტში. და ეს დავამატებ, ეხლა მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ვცდილობ ვიყო რელიგიური და მივждებ ღმერთის გზას და ეს ცინიკური ლაპარაკი, ეს ღმერთის სახელით ისე რაღაცეებს ლაპარაკობს იმას კი, მე ღმერთის სახელით ლაპარაკობ და ერთადერთი პასუხისგებელი და შემფასებელი ჩემ ცხოვრებაში იქნება უფალი და უფალმა შეაფასო ჩემი ყოველი ნათქვამი და რელიგიურ თემაზე ან თეოლოგიურ თემაზე ნათქვამი. ეს უკვე მე ორივე ხელით უფლის წინაშე ვდგავარ და ყოველთვის მე შემთხვევაში ყოველთვის ვიცი რომ უფალი დგას ჩემ წინ და მე ყოველთვის პასუხისგებელი უნდა პასუხი ვაგო ჩემი ყოველი მოქმედებისა და აქედან გამომდინარე ეხლა ვიღაცა ასე შეაფასებს, ისე შეაფასებს, ჩემთვის არ აქვს თავი მნიშვნელობა. მე რასაც ვაკეთებ ყოველთვის უფლის სახელით ვამბობ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და თუ არ ვცდილობ და რაღაცა არასწორს გავაკეთებ, მე და უფალმა იცის და უფალს მივანდოთ ეს საქმე. რაც შეეხება ბარამიძეს გამონათქვამს, ეხლა მე არ ჩავწვდები მაგ სიტყვებში, მე სხვანაირად მიუდგები ამ თემას. მე თვითონ გიამაც ბოლოს თქვა, მე მოусვინე მაგ გადაცემას იაკოსთან რომ ქონდა ეს დისკუსია და ბოლოს თვითონ გიაც ამბობს ამ შედეგებს და აი ამ შედეგებზე მივარ. აი ამ ვიდეოს სანამ და ამ ლაპარაკს სანამ დავიწყებ, თვითონ გიამაც ხაზი გაუსვა. ესე იგი იაკო ეკითხება აი თქვენი აი ნაციონალების წარმატება რატო დაარღვი, აი რატო წააგეთო ეს ყველაფერიო, ეს თქვენო ხალხმა რატო არ მოყვავა და გია იძახის ბარამიძე რომ არაფერიო ჩვენო დავშორდითო ხალხო, აი ამაზე მინდა ავაწყო და ჩვენო თითქოს წინ მივდიოდითო და აი წარმოიდგინე ადამიანს შენ წინ მიდიხარ, ადამიანს კარგი გინდა გაუკეთო და თმებში ქაჩავ და ეკაჩები იმ ადამიანს ხო არ მოსწონს ეს. კაი შედარება გააკეთა სხვათა შორის და მე ისეთ მოვიწყე აი ადამიანებს ანალიზის უნარი უნდა გქონდეს და გია ბარამიძეს აქ ანალიზის უნარი უბრალოდ რატო მოუვიდა ეს ანაირად მოუვიდა და რა განაცხადა თვითონ გასცა პასუხი და მეც აი ამ შევეცდები გავცე პასუხი რა მოხდა, რა თქვა ამისთანა და
დაშორებაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ ის გია მარამიძე იქ არ ომობდა, ის იმით ფორმით ადიოდა, მარიაჟობდა, ეს მე არ მაინტერესებს, უბრალოდ ძირითად თემას არსზე მინდა მივიდე, რასაც ქვია, აი დაშორება, ანუ უცხო ხდები იმ პროცესისაგან, სადაც ხარ. აი ეხლა უკვე ჩამოვაყალიბებ ცოტა რთულად თავს, მაგრამ ალბათ ჩამოვაყალიბებ ამას ნელად, ნაბიჯ, ისი თქვა მინდა. სანამ ამ ნათხამზე დავიწყებ ლაპარაკს, მე ცოტა პატარა შესავალი მინდა გავაკეთო, საერთოდ რა არის პოლიტიკოსი, ვინ არის პოლიტიკოსი, ხო? პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე ზრუნავს საზოგადოებაზე, იქ ფულის გულისთვის, რაღაც იდეების გულისთვის, სამშობლო გულისთვის, ბევრი ვერსიებია, მაგრამ ზოგადად პოლიტიკოსი მოოთხის წინოს თავისი კარიერა გააკეთოს და იმავე გადაცემაში მარამიძე ყვება თავის ბიოგრაფიას, უკვე 18-20-21 წლის ასაკში იყო დეპუტატი და ყოველთვის ჰქონდა ეს ბუნებრივიც არის ადამიანებს უნდა წარმატება და მით უმეტეს პოლიტიკაში რომ წარმატება კარიერულად მიაღწიოს ადამიანმა წარმატება, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და მან მიაღწია კიდევაც ასე ზოგადად რო შეხვდა თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დეპუტატი და ბევრი თანამდებობები ჰქონდა და გარედან რო შეხვდო ხო, თითქოს რა მაგარია, მაგრამ ამის უკან ძალიან ბევრი რაღაცა ხდება და აი დააკვირდით, აი პოლიტიკოსები გარკვეულ პერიოდში ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ, იმიტომ რომ არიან ხალხთან ახლოს, ხალხის ინტერესებს აცხადებენ, მაგათ ინტერესების დამცველად გამოდის, მაგრამ გადის გარკვეული დრო და ეს პოლიტიკოსები შორდებიან ადამიანებს, უკვე თავისას აწვევიან და ის ხალხი, ანუ ადამიანები უკვე ეწინააღმდეგებიან იმ თავის არჩეულ პოლიტიკოსს. გარკვეულ პერიოდში ყველანაირ მხარს უჭერდნენ ამ პოლიტიკოსებს მოხარდა მთავრობაში და 2-3 წლის შემდეგ ეს საყვარელი ადამიანი პოლიტიკოსი ხდება ხალხის საზიზღარი და არა სასურველი პიროვნება. აი თუნდაც ავიღოთ ჩვენი არა მარტო ჩვენი აი ისტორიას რო გადახედოთ, ხო, აი ისტორიებში პრეზიდენტად ან მეფედ რო აირჩევდნენ, პირველი 2 წელი სიყვარულით აირჩევდნენ, მაგრამ მერე პრეზიდენტს ან მეფეს, მაგრამ მერე გარკვეული დროის შემდეგ სასურველი ხალხი ხდებოდა. მან და არის ძალიან მარტივი პასუხი. თავიდან როცა ირჩევს ადამიანი, რომელიც პოლიტიკას ხალხის ინტერესებს, ვითომ მაგათ ინტერესები დამცველია, მაგრამ უკვე სათავეში რო ხდება, უკვე ხდება მერე სისტემის დამცველი და ეს სისტემა უკვე უპირისპირდება ადამიანებს და აი მან მიდის უკვე მთელი პრობლემები. რითაც მერე ზიზღით და იმით თავდება. ავიღოთ აი მაგალითად ნაპოლეონი უყვარდათ გიჟები, აი საფრანგეთი გაგიჟებული იყო, მაგრამ გავიდა გარკვეული დროს და დროის შემდეგ ის ჩათვალეს უზურპატორად. ავიღოთ ლენინი, ავიღოთ სტალინი, ხო, როგორი სიყვარულით მოვიდნენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ესენი დიქტატორები და უზურპატორები გაახდნენ. გავიცანოთ მუსოლინი, ჰიტლერი, რა ვიცი, ახლა ბევრი და თუნდაც აი ჩვენი ისტორია ავიღოთ. ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა, მგონი 97%-99% მოიპოვა მომხრეების. მან გავიდა გარკვეული დროის შემდეგ და როგორ დამთავრდა ზვიად გამსახურდიას ამბავი, ყველა ვიცით, ხო? ეხლა ზოგი მეტყვის ეს რუსეთი და ის სხვა თემაზე ვლაპარაკობ რა. თუნდაც აიღეთ შევარნაძე რომ მოვიდა, როგორი იმით იყო, როგორ წავიდა. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მიშო სააკაშვილი, ხო, მგონი 95% იყო უყვარდა ხალხს და მერე გავიდა გარკვეული დროის შემდეგ და რა დღეშია უკვე, ხო? რა დღეში ჩაიგდო თავისი თავი. აი თუნდაც ავიღოთ ახლა ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს ბიძინა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მგონი 100% ყველა მას ხალხს უჭერდა და ყველანაირი მხარდაჭერა მქონდა და ეხლა გადით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და იკითხეთ ბიძინას შესახებ და განსხვავებით. კი, ყავს მომხრეები რაღაცა, მაგრამ და ეხლა მე ზოგადად ბიძინა და ნაპოლეონი და იმას კი არ ვიძახი, მე ისიც მომიდა აი პოლიტიკური მეცნიერების ჯო ანალიზი გიყვას. ესე იგი პოლიტიკოსები თავიდან არიან ახლოს ხალხთან, მათ ინტერესებს იცავენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ
შორდებიან და უცხოები ხდებიან და აი მაშინ იწყება პრობლემა. და აი ამ თემაში მინდა ჩავთვლე რა ხდება. აი ამდენი რაღაცა ვილაპარაკე და დავიწყოთ ახლა ну მე თქვი ბოდიში წარეულად ვაპარაკო. ესე იგი ჯერ ხალხის ინტერესებს ვიცავს, მე სისტემის ინტერესებს და ეს შეჯახება არის და ახლა ამას ავხსნი ყველაფერს, მაგრამ გადავიდეთ უკვე გია ბარამიძის მაგალითზე. და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, აი ზოგადად აი პოლიტიკურ მეცნიერების ციკლებს რო ვკითხულობ და ზოგადად მიმდინარე პროცესებს რო ვკითხულობ, აი ჩემი აზრით და ალბათ არა მარტო ჩემი აზრით, სანამ ადამიანი პოლიტიკას მოკიდებს ხელს და დაიწყებს ამ საქმიანობაზე დაწყებას, აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი. შენ პროფესიონალიზმი რა არის? რომ რაღაცა საქმეს იწყებ და მაქსიმალურად უნდა იცოდე მისი თვისებები, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა როგორ ხდება, იცი? პროფესიონალი ეხლა ისეთი პოლიტიკოსები არიან სამწუხაროდ, რომ პროფესიონალიზმზე ხო ზედმეტია ლაპარაკი და პროფესიონალიზმზე ელემენტარული რაღაცებიც არ იციან და ასეთი პიროვნებები ხდებიან მართლ წლებში და იმიტომაც ვარ აი დღესაც ახლა დღევანდელ სამყაროში ცხოვრობია ჩვენ სამშაბათობით რომ ლაპარაკობთ პოლიტიკაზე ამათ მაგაზეც ვიტყვი არა პროფესიონალიზმის და არა კომპეტენტურობის გარემოში ვარ და ეს ყველაფერი იწვევს გაუცხოებას აი საიდან ვაკავშირებ ხო არა პროფესიონალიზმი არა ცოდნა არა ის გაუცხოებას ქმნის აი რატო გულისხმობ აი წეგანას ვთქვი პოლიტიკოსი რო იწვევს პოლიტიკოსობას მე ასე მგონია უნდა წაიკითხოს ისტორია უნდა იცოდეს თავისი ხალხის მეცნიერულად უნდა მიუდგეს თვითონ ბუნება უნდა იცოდეს იმ ხალხის სადაც ცხოვრობს რა ხასიათის არის რა მენტალიტეტის არის ვინ არის როგორ არის ეს ელემენტარულად უნდა იცოდეს თავისთავად და ამას რო ისწავლის და ამას რო უბრალოდ ცოტა ახლა ძალიან აუბრალებ მაგრამ უნდა გაიაზრო ხო ეხლა მე რო ვარ მაგალითად დეპუტატობა მინდა ხო რომ რაღაცა სოფლის ან რაიონის და მე თუ იმ რაიონში მაცხოვრებელი ხალხის ბუნება, მენტალიტეტი, ხასიათი, თვისებები არ ვიცი და დავიწყე კი შეიძლება წარმატებას მივახციო მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გახლიჩა მოხდება და მე ამ ხალხს არ ვიცნობ და იმიტომ ვიძახი უნდა ვიცოდეთ, უნდა ვასწავლოთ, უნდა ისწავლოს იმ ადამიანს მე უნდა დაიწყოს მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ სოფლიოს უყურებთ ასეთი ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ადამიანებს და ხალხი გონიათ მარტო საშუალება თავისი მატერიალური და თავისი ამბიციის დაკმაყოფილების საშუალება, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. მგონი ბევრი ვილაპარაკე, ხო, მაგრამ მგონი საჭირო მივხავს ისკენ მივხავს. და აი განვიხილოთ ახლა გია ბარამიძემ. რა თქვა ახლა გია ბარამიძემ? მე გია ბარამიძეს თავობიძე 2 წლით უფროსი ვარ გია ბარამიძეზე და მახსოვს მე მაშინ ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა დეპუტატი ჩადიოდა აფხაზეთის ომის პერიოდში და იქ იღებდა მონაწილეობას რაღაც ტყეების გადმოცვლაში, მაგრამ სულ მიგვიდა ხოლმე ეთქი ვარ ამაგარია ახალგაზრდა ბიჭი რაღაცა და ეხლა ერთი ხრი კარგია ხო იხარია მაგრამ მე წავიდა და ეხლა მე არ დავიწყებ იმის ლაპარაკს რომ ეხლა გამოვიდნენ ეხლა ბერძოლი ვეტერანები და გია ბარამიძეს ავტომატი არ დაუყავები იქ არ უსვია ჭუჭყელი კი გასაგები ეს ერთი თემა ერთი სხვადასხვა თემებია მაგრამ მე სხვანაირად მიუდგები ესე იგი მოდი ახლა საწყინათ რომ ეს პიროვნება იყო კარიერისტი და მიაღწია კიდევაც და კარიერის გულისთვის ამბობდა კიდევაც რომ აი მე კარიერისტვის ჭირდება თორე ხა ოფში და ტალახში და ავტომატის სიარუში არავინ არ გაიგიჟებდა მაგრამ მომავალზე ფიქრობდა ნუ ეხლა ეს კარგია თუ ცუდია ნუ ამ ადამიანმა მიაღწია ყველაფერს და იქ გამოხდა როგორ მოხდა ამაში არ ჩავწვდები მაგრამ უყურეთ გავიდა დრო გია ბარამიძე ეს ნაციონალობის დრო გაიარა მინისტრი იყო ის იყო და გამოჩნდა ეხლა იაკოსთან და ასეთ რაღაცას ამბობს რომ იმ პერიოდშიო ქართველებს ტყეები არ ყავდათ როცა აფხაზური მხარეო გვიცვლიდნენო ტყეებს ჩვენ არ ყავდაო ტყეებიო და რატოო და იმიტომ რომ ქართველები ტყეებს ხრიტავდნენ ყავდნენ და ამას ამატლებს იმით რომ აბაო როგორ ბიძაშვილი მოუკლეს და ედაშვილი მოუკლეს და ესო ჩვეულებრივი ამბავიო
ჯესეთი ეს ტყუილია, ასეთ რაღაც არ ყოფილა, მაგრამ ეს სხვა თემა, მაგაზე არ გეუბნებით, სხვა რაღაცით მომიდა და ეს ძალიან, ეხლა მე წეღანას ვთქვი რა, მე ასეთ რაღაც არ მომხდარა, კი შეიძლება იყო რაღაცები და მე კიდევ დაამატა მე მაგ გადაცემას უყურე რომ მე რომ სპეციალურად მივიდიოდიო წინა ხაზეო და ბიჭებს ვეუბნებოდი, ბიჭო არ მოკრათ, ეს ტყეებიო მჭირდებაო. ტყეები მჭირდებაო. იმიტომ რომ მე იქ რაღაცა მომავლისთვის უნდა გაცვლა გამოცვლის ჭირდებოდა და ამ ტყეებს და ამ ადამიანებს როგორც საქონელს და იმას უყურებდა რა. ესე იგი ისე პოლიტიკური აზროვნებიდან გამომდინარე მას მომავლისთვის ჭირდებოდა. ეხლა იქ ბიჭები ყვებიან რომ გია ბარამიძე არ უნახიათ აკოფში და ტალახში და ასეთ რაღაცეებში ასე შეიძლება მიუდგენ, მაგრამ უყურეთ რა მომენტია რა. ესე იგი ეს ჯარისკაცები და ვეტერანები იხსენებენ რომ ჩვენ დასრულებით დავდიოდით დაჭუჭყიანებული, გაუმედურებულები როგორც ომში ხდება ეხლა რომ ამოისვები კიდევ სისხლსაც ნახავ, იმასაც ნახავ და ეს გია ბარამიძე დადიოდა ასე ბენდები და ამერიკული ფორმი და რაღაცები მერე საჭმე ჩუმა ჭამდა და რაღაცები. ეხლა რისი თქმა მინდა? ესე იგი რამდენად დაშორებული იყო ხალხისგან, ესე იგი გაუცხოებული იყო. უკვე ის რომ ყოფილიყო იმათთან ერთად, ეხლა ნაპოლეონი რატო უყვარდათ? ნაპოლეონი ჯარისკაცი, აი ხო ამხელა ფულისთან ჯარისკაცებთან ერთად იყო და იქ ტრიალებდა და გიждდებოდნენ ჯარისკაცები, მაგრამ იმ პერიოდში მე კი უყურებდი, ვა, მეთქი ახალგაზრდა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწია, მაგრამ როგორც მეომარმა, როგორც ჯარისკაცი, რომელიც მიწა გაქვს, ნაჭამი და სისხლი გაქვს, დახოკილი და რაღაცა და გვერდზე გყავს ასეთი, ასე ვთქვათ, მარიაჟი, სამხედრო პირი და იქ ტრიალებს და ჯერ არ ვინ ტრიალებს, ყოველთვის ის დაშორება უკვე გაჩნდა. შეიძლება არ გამოხატო იმ მომენტში, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება ეს ყოფილობა და გამოჩნდა კიდევ ასე რამდენი 20 წელი გავიდა 30 წელი და უკვე იმ პერიოდს ძველი ვეტერანები და ჯარისკაცები იხსენებენ ძალიან უარყოფითად და როგორც პოლიტიკოსმა თუნდაც ეხლა აქვია გია ბარამიძე ეს ვერ გათვალა. კაი ჯანდაბას იმაში ვერ გათვალა, ახალგაზრდა იყო გასაგებია, მაგრამ გავიდა 30-40 წელი და 30 წელი და უკვე გია ბარამიძემ ამხელა გამოცდილება მიიღო პოლიტიკური და სხვათა შორის უთქო ნამდვილად არ არის რომ უმსხვილო კარგად არის და ამ დროს დღეს გამოდის იაგო ხუჩიას გადაცემაში და იძახის რომ ქართველები ტყეებსო ვრიტავდნენო. არ ვიცი ახლა ამ გია ბარამიძეს რა ამოძრავებდა, რა აინტერესებდა, მაგრამ ზოგადად საერთოდ პოლიტიკოსები ხო ცდილობენ რომ რაღაცა დაამტკიცონ და სიმართლე თქვან და სიმართლეს რო ყოფილიყო, ამას თქვა როგორ შეიძლება, ესე იგი არ ახარ ძლიერი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ამას მოყვა სუდი რაღაც, იგი აფხაზებმა სხვანაირად დაიწვეს, რუსებმა ხო ააკორეს და დღე და ღამე აფხაზები იმას ამტკიცებენ, რომ ქართველები გენოციდს ვიკეთებენ, აგეთ დაუვდო აბა და ნუ მთელი ასეთი მომენტებია, მაგრამ აქ მეორე ვერსიებია, რა მათქმევინა ამ კაცს. ან სპეციალურად თქვა, რომ რუსები ისევ შეაზიზღოს და ნუ რაღაცა და ყველგან რუს გაიძახეს, ეს რო ჩანს, რომ ყველგან რუსი და ერთი ის რო არის, ერთი თარგია ჩამოჭრილი, ესეც ფაქტია. ნუ ერთ-ერთ ვერსიას ვიტყვი, ახლა წამოიდგინეთ ეს რომ მიდის, რომ ეს ფაქტი, რომ ქართველები ქალებს ემენ, რომ ქართველები ტყეებს კლავენ, ქართველებს რომ შრომა არ შეუძლიათ, ქართველები რომ ქურდები არიან, ქართველები რომ ესენი არიან, ისინი არიან. ქართველები რომ ცისფერებს კლავენ, მერე ევროპული ღირებულები არიან, ეს კი რაღაცა მუშაობს, ეს ფაქტია, ხო? ეხლა ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა როგორ რანაირად, მაგრამ აი რისი თქმა მინდა რომ წამედი, ეხლა გავიდა დრო და მერე გია ბარამიძემ თქვა ბოდიში თქვა რა და ეხლა მიხდა უკვე გათვალო რომ ეს რა მათქმევინა და ბოდიშით გამოვიდა და ხალხმა ვერ გამიგო, კარგად ბოდიში უკვე ცუდად არის მაგის საქმე, მაგრამ კაი ჯანდაბაც როგორ გამოვა, რანაირად გამოვა ეს უკვე სხვა ამბავია, მაგრამ აი ისკენ მიყავს საუბარი რომ აი ხალხსგან დაშორება მოხდა, ხო? მეომრებისგან დაშორება მოხდა, ქართული მენტალიტეტის დაშორება მოხდა. შენ არ იცნობ ქართულ ხალხს, ქართულ ბუნებას, ქართულ კაცს, ქართულ ტრადიციებს და აწვევი და ეს კი დაშორებას აკეთებ. მაგრამ საინტერესო რა არის, თვითონ
წეღანაც რომ ამბობდი, თვითონ გია ბარამიძე თქვა რომ იაგომ მითხრა ნაციონალობა რატო წააკეთო და იმიტომ რომ ჩვენო ხალხო დავშორდით. ესე იგი, ისეთ გამოვიდა რომ რამდენად არის დაშორებული ადამიანები და ერთ აი რამდენიმე დაშორებას ვიტყვი. ეხლა დაშორდა მეომრულ სულს. ეხლა მეომარი მარტო იარაღის ტარება არ არის და კარგად სრულ არ არის. მეომარი არის სული. ომი რომ მიდის აი ტყვეების აი ელემენტარი რატო თქვი რომ უნდა წაიკითხო ისტორია რაღაცა ტყვეებს საერთოდ არ კლავდნენ ტყვეები კი არა ნუ ტყვეების მიმართ ბევრი რაღაცები იყო სიტყვაზე შეიძლება ტყვე მოყავდათ და კლავდნენ ან ადგილზე კლავდნენ მაგრამ მოკლა არ ხდება აი ძალიან იშვიათად ეს ძალიან კაცი ჭამია უნდა იყო და ძალიან ისეთი კაცი უნდა იყო რომ მოკლა ტყვე ეხლა ბევრი ისტორიები აი თქვა რომის იმპერიაში სპარსეთის იმპერიაში ტყვე რომ მოყავდათ მას იყენებდნენ როგორც მონებს როგორც სამუშაო ინსტრუმენტს ან რაღაცებს აკეთებინებდნენ აი სულთა ბიზნესური პონტი იყო რა მაგრამ ნუ ეს სხვა ეკონომიური თემაა მაგრამ თვითონ მეომარი ომი რომ დამთავრდება არა ჩხუბი რომ დამთავრდება ტყვე რა არის ჩავარ და რაღაცა არ გაუმართლა და ისიც მეომარი იყო ხო და მეომარი ვარდება ძალიან უსუსურ დამცირებულ სიტუაციაში და მეორე მეომარი მაგათ მეომრებს ხო ერთნაირი სული აქვს მაინც და გამორიცხული რომ მეომარმა ტყვე მოკლას აი ძალიან ველური უნდა იყო აი ძალიან გიჟი უნდა იყო აი თუ გამორიცხული იმიტომ რომ შენ ხარ მეომარი შენ ის ტყვე რომ ჩავარდა ამ სიტუაციაში შენ შეგიძლია შენ ჩავარდი იმ სიტუაციაში ხო მე ხა მეომარი ვარ ვიგებ რაღაცა მაგრამ ისეთ სიტუაცია ჩავარდა რომ მე ჩავარდი ტყვეთ და ეს ხო ყველა მეომარს ახასიათებს ეს შიში და მე ამ მეომრებს ერთნაირი თვისება აქვს ერთნაირი ხასიათი აქვს და გამორიცხული ასეთი თქმა რო არის ძაღლის თავს არ დახნე ცოტა ცუდად ვამბობ მაგრამ ტყვეს მოკლა და არ ხდება მასე რა და იმდენად იყო გია ბარამიძე შორს ამ მენტალიტეტი და ამ ბუნები და პოლიტიკოსი იყო რომ იმ მომენტში ახალგაზრდა რო იყო თქვა ვერ განსაზღვრა ეხლა ამას იძახი ისე და აპუყე მოდის ეჭვი რომ ეს ეთქვა სპეციალურად თქვა ეს რაღაცის გულით რაღაც ბევრი ვერსიები და აქედან გამომდინარე რომ გია ბარამიძეს არ აქვს მეომრული სული მეომრის ბუნება არ აქვს მენტალიტეტი აქვს რაღაცა მარიაჟული და აი როგორი მე და არ ვიცი შეიძლება კი მე შეურაცხყოფას არ ვაყენე მაგრამ იგივეა რასაც ეხლა აი ახლა როდგანანი რუსთაველი და რუსეს დედა უტირო და იგინება ბიჭო ის ხალხი არ იგინება ვისაც სისხლი აქვს ნანახი ვისაც ნაჭამი აქვს ისინი არ აკეთებენ ისინი მიდიან შემდგომ და აი ესეთი ტიპები რუსეთს აგინებენ და აბსოლუტურად არაფრის გამკეთებლები არ არიან ნამდვილად ომი რო დაიწყოს ეს მაგინებელი ხალხი გაიქცევა და არაერთხელ გაქცეულა ხო? გინდათ 2000 წელი არა 3 დღის წინ იყო ვაგვისტო მე თვითონ რა ქვია წითელხიძე სავსე იყო გარბოდნენ და მე დაბრუნდნენ და ეხლა ისევ ხელებს იქნებენ და იმებს იქნებენ და აი ისეთ მამიდა ისეთი ხალხი ტრიალებს ისეთი ხალხი ლაპარაკობს რომ აი მენტალიტეტი არც ომიციან არც მებრძოლის სული აქვს არც ისა და უბრალოდ რაზე მწყდება იცი ეხლა გამოდიან ეხლა ეს აკაცუკები რა და ამ ვეტერანებს ეძახიან იმას რუსისტებს და პუტინისტებს და რაღაცა აი ხოჩი შადიყავი აქ რო იყავი ბიჭო ერთი რომელიმე წადით აი ჯარში ნამყოფი ხარ აი რუსთავეზე რო დადის ის ხალხი და რო ომობენ რუსთავეზე რა ვიცი ახლა კი გადათხეს რა სხვა გაწავედი ერთი წასუხა ჯარში წასუხა აი კაზარმაში ერთი 2-3 ხამე გაგითენებიათ აი ესე აკოპი ამოგითხრიათ ან ავტომატი გიკავიათ ხელში ან ბოროზდებას გიჩხუბიათ აი მუშტი მოხვედრიათ თავში ან სისხლი წამოგდენიათ ან ბოროზდებას კუტარი გინახიათ 22, 23, 24 წლის ბიჭები მანქანებში რომ ტენიდნენ ეს გინახიათ აი ეს მინდოს რომ გადახედა და 150 კაცი პუტარი დაჩეხილი ახალგაზრდა გინახიათ
იცით რა არის ომი და მუთლმები და კომპიუტერით რო გინდათ ომი მოიგოთ და ჩვენ გვეძახით რუსებს და პუტინისტებს ცოტა ბოდიშენ მაპატიეთ მეგობრებო მაგრამ არ ვიცი ნუ აი და რისკენ მიყავს საუბარი ეს არის აი რომ დაშორდები ადამიანი და რაღაც პრეტენზიები გაქვს და შენ მართავ რაღაცას ეს არის ნორმალური ეგ არის ეს არის დღევანდელი სამყაროს უბედურებაა ვიზუალურად რომ მიდის საუბრები და რაღაც ელემენტარული რაღაც TikTok-ები და Facebook-ზე გაზრდილი თაობა ეს მოიგებს ომს ან ომი რა არის სიტყვა დაფიქრე აი ომი აზრი ხად რა არის მაგრამ ომი გონიათ ეს კომპიუტერები ისა და ესა და აი რაც შეიძლება მეტი ენა ვარძლი და რაღაცა ამბობ მე კიდე რაზე ვიждები იცი აი ქალები რო გამოდიან ქალები და ქალები რო ომობენ და პოლიტიკა გიждები რა თავი ქრებდა იმებს რო უშვებ კარგი და დაფიქრდით მაგრამ გაგვახსენდება ეხლა მე გავარჩევ ხუჩაბაცის კლაივლუისის ციქსის ბალამუტის წერილები და სამწუხაროდ აი ბალამუტობა ხდება იმ სოფლიოში და გარშემო და ბიბლია გვეუბნება ამას და უბრალოდ გული წდება რომ ელემენტარულად ადამიანებს ფიქრის საშუალება არ აქვს და საშუალება როგორ არ აქვს რო ეზარება და ვიღაცა სულელი ვიღაცა ამ სიტყვასაც ვიტყვი რატო მე თუ ვამბობ ყველა ჩემი სიტყვის პასუხისმგებელია ის ადამიანი რომელიც მე დამჩეხავს მომავალს დამინგრებს სულზე მეუბნება კარგია ვიჩემთ სულელი რა არის ნაკრულია აი გონება არაკლია შეცდენილია ნაკრულია და აი ესეთი ხალხი არის იმაში რა ქვია უყურებთ ამ ტელევიზორებში და ინტერნეტებში და ელემენტარული თბილი სიტყვა არ შეგიძლია აბა რუსეთს უნდა დაუწვეთ უნდა ვაგირებ ბიჭო კი არ უნდა დაუწვე იყავი ცოტა წყნარა ჩვიდათ იყავი ღმერთი გვეუბნება ყველაფერს აქვს თავისი დრო კარგი უკრაინაში რუსეთი ისვრის ავი გონე ყოველდღე 200 თუ 300 რაკეტას ერთი ორი ბომბა ორი რაკეტა რო ჩამოვარდეს თბილისში ან საქართველოში რა უნდა გააკეთოთ ერთი მითხარით რა უნდა გააკეთოთ უნდა აგინოთ არა და ის დასავლეთი დაგეხმარება და ისინი დაგეხმარება ისტორია მაინც აიკითხეთ და დასავლეთის ის კი არა ვარ აი ერთი მეუბნება ჩვენ ამერიკაში დადიხარო და სულ შენ მაინც ხოცი იქნებიო რა შეგვეძლო მოდი შემკი დამელაპარაკე შეხედეთ რეალობად რა არის და რაღაც ზღაპრებში რო ხარ და იმეებში რო ხარ აი მითხარეთ ერთი 3-4 რაკეტა რო გამოუშვას რუსეთმა აქა ერთი თბილისში ერთი გორში ერთი თელავში რისი გამკეთებლები ხართ რა გაქვთ ის გონებაც არ აქვს ხო მე რატო უნდა ვიმართლებდე ვიღაცა დეგენერატმა ხალხს დაარტყა ხელი და მე უნდა ვიმართლო რომ ქართველები ასეთები არა ვართ ვიღაცა ეს პოლიტიკოსი მე ამხელ თავდაცვის მინისტრი იმის მინისტრი იძახის რომ ქართველები წვევს კრავს რატო უნდა ვიმართლო რომ მე ასეთი არა ვარ და რატო უნდა ხახანებდე რომ ასეთი არა ვარ და სხვანაირი ვარ რატო ჯერ ესეთი იმდენად ამდენი უბედურება ხდება იმდენად ვიღაცა იდიოტების გულით ვიღაცა არასერიოზული ხალხის გულით მე რატო უნდა წვალობდე და რატო უნდა ვიმართლებდე თავს ტყუილში და იმეებში პარადოქსია ხო მაგრამ ერთელი უბედურება ბალამუტები არის მასტურები ეშმაკი გააგიჟა ხალხი თავი რა გააგიჟა გამოაშტერა რა ეს ყველანი რა ეხლა კიდე შენ ვითომ მორწმუნეო ერთი დამცი და ვითომ ისაო ბიჭო ვითომ მორწმუნე რატო ვარ პირველ რიგში წეღანა ვთქვი ჩემი ვაგე პასუხს უფლის წინაშე ეხლა საპატრიარქო გავაკრიტიკა და აუ ვიღაცები ბიჭო მე ადრეცა ვთქვი წემსი ზრუნავს რევზე აი თუნდაც ამ არაბიზაციის ამბავში ხო გასუსულია საპატრიარქო ხედავ რომ ხალხი ნერვიულობს და ეს კი შორდება რა რითაც დავიწყე ლაპარაკი ხო ხედავ რომ საპატრიარქო შორდება ხალხისგან და დაფიქრდი რა მოყვება ამას და მე გაუკვირდება და ასე და ისე და პოლიტიკოსი შორდება მეჯღანუაშვილები შორდებიან ის შორდება საპატრიარქო შორდება ის შორდება მე უკვით რომ ხალხი რატოა გამწორებული და რატოა ესე და ასე და ისე რა არ ვიცი
არა, კი ვიცი, მე საბოლოო ჯამში ვიცი, რომ ეს ბალამუტი და ეს გიჟი სატანა რა დღეში ჩააგდო ხალხი და რა დღეში არიან და რა ვიცი რა. ჩვენ როგორ ვამბობთ მეგობრებო, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩავწვდეთ ღმერთის სწავლებებში, ბიბლიაში ჩავწვდეთ იმ ღირებულში, რაც აქ გვაქვს. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ცუდი დროა და ბრძოლის ასეთი მეთოდები. ჩვენები ყოველთვის უნდა ცხოვრება ბრძოლაა სულ. ადრე 100 წლის წინ 200 წლის ბრძოლობდით, უბრალოდ აი წდება გული, რომ აი თანამედროვე დროში ამ ინფორმაციის წყაროში ადრე თქვა ხალხი ვითომ ბნელი იყო. მაგრამ უფრო აგორებდნენ საქმე. ეხლა ამდენი ინფორმაციები გაქვს, ამდენისა და ადრინდელი ხალხი კი არა, დღევანდელი ხალხი უფრო ბნელია ვიდრე ადრინდელი. რა ვიცი. მე ასე ვფიქრობ და ჩემი ის არის და მე ბოდიშ და მომიტევეთ ასე ცოტა ემოციური გამოსვლით, მაგრამ რა ვქნა რამე თქვისა მიტყუები რამეში, აი დამიტეთ მიტყუები, ეხლა შეიძლება გამოხდეს ვიღაცები და ეხლა რაზე მეცინება იცი, ეხლა ხომ ყავს ეს ფოლოვერი და უცბად ეს ხელმომწეთე ისა დაიწევს ქემოთ რა ვქნა, სხვა სიმართლე უნდა ითქვას. აი ესეთი გამოსვლა გამოგვივიდა მეგობრებო, ჩვენ თავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სიწყნარე დავფიქრეთ მე ისე და ისე მე ნებისმიერ შევხვდები ვარიანტი არის ნებისმიერ, მაგრამ აი ესე ტყუილობოდ ენერგიას უმახარჯინებ რაღაცა ჰაერში ნათქვამი სიტყვები. ნებისმიერ შევხვდები, გინდა ოცნების წარმომადგენელი იყოს, გინდა ოპოზიციის წარმომადგენელი, დავჯდეთ თვალმაგიდას და ვიტყვი. ჩემგან შეურაცხყოფა არ იქნება აზრის გამო. მე ჩემ აზრს ვიტყვი, თქვენ თქვენი აზრს ვიტყვით და მე საერთო ჯამში უნდა მივიდეთ იქამდე, რომ შედეგზე გავიდეთ, სწორედ. გინებაზე და შეურაცხყოფაზე ადვილი არაფერი არ არის. თუ რამეში არასწორს ვამბობ და არამართებულს ყოველთვის ვაღიარებ და მივიღებ იმას როგორც არის, მაგრამ ჩვენგან და ჩვენი არხიდან გამომდინარე შეურაცხყოფა არავის არ შეეხება. რატომ მეგობრებო, ჩვენ სულ მაგას ვიძახით. ჩვენ უნდა გაუთხიდეთ ერთმანეთს, რომ გაუთხიდეთ ერთმანეთს არ უნდა ვიზარმაცოთ. რა ვიცი, მე ვცდილობ არ ვიზარმაცოთ და ჩემი ამ არხი და ჩემი ასეთი პატარა რაღაცებით შევეცადოთ ყველამ ჩვენებურად გავაკეთოთ. ჩვენ გარშემო ხალხი არ უნდა იძაბებოდეს და ეხლა თუ ადამიანს არ უნდა და მოსმენა არ უნდა და რაღაცად მაინც ისვრის, ყოველ შემთხვევაში აგერ ჩვენ არხზე ასეთ ადამიანებს ბლოკავს და ყველა ნებისმიერ ას მივიღეთ, ნებისმიერ თეორიას მივიღეთ, ოღონდ იყოს ნორმალურად და სიტყვების გარეშე. და რა თავარია ხალხო, აი ძალიან მარტივი ფორმულაა. ადამიანებო, კიდე შვილებთან, კიდე მეზობლებთან, კიდე უბნელებთან არ უნდა დაშორდე, არ უნდა იყოს შორს. როგორც კი შორდები ადამიანს იმის მენტალიტეტში იმაში ვერზი ხარ, არ იცი. ამიტომ ყოველთვის იქნება პრობლემა და რა ვიცი. მაგრამ რა უყოთ ამ ბალამოts ამ ცოტა დაცემულ ანგელოს, აი ტვინი აურია ყველას ტვინი. მაგრამ მეგობრებო, ასეთი არერული სიტუაცია, ნუ შეგეშინდება, იქვე ბიბლიაში ყველაფერზე პასუხი გაცემულია. გვაქვს საშუალება და გამოვიხილეთ. კარგი და მეგობრებო, თემშვიდობებით ეს რო არ მეცხრა არ გამოდიოდა, ჩვენ ისე და ესე ვაგრძელებთ. სამშაბათ პოლიტიკური ის გვექნება, ხუთშაბათ ლიტერატურული და დანარჩენი რა ვიცი, თუ რაღაცა საინტერესო და შემეცნებითი გამოჩნდა, აუცილებლად გადავიღებთ და დავაფიქსირებთ. დანარჩენი ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, სიწყნარეს, ბედნიერებას და მოტივირებულ ცხოვრებას. ყველაფერი კარგად იქნება მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ. თავარია ვიყოთ უფალთან, ვიქნებით უფალთან, უფალი იქნება ჩვენთან და ვინ იქნება ჩვენი მოგრები. მერტი ჩვენთან მეგობრებო. კარგად.